ოჯახში ყველაზე უფროსი შვილი ვარ მე და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი პასუხისმგებლობები არის ჩემს. ჩვენ ვარ ძმები. ის? დაიკო. ჩემი ძმა ყველანაირად ცდილობს, რომ გამიტოლდეს სამ პატარა ასაკიდან. რაო, მარი. ნუ ახველებ მიპასუხე რა მითხრა მარი. ვერ გიპასუხები ვახველებ. მარი როგორ არის ბიჭო მითხარი? 5-ის არის, მაგრამ დიდი არა უკვე. საბოს შეუკრავ თვალებს სცენაზე. გიყვარს თუ რა? შენ გეკითხება ბიჭო. ასე არის გოგოც კაი გოგო. ჩემს მას ვასწავლე სიმღერას და მეც მიხარია როცა ვხედავ რომ მასაც უხარია ეს და მასაც უყვარს. სოა. მაგარ მომღერალს გავზრდი, ეს მაქვს ჩანაფიქრი მოსას. ძალიან მინდა რომ ჩემი დისთვის და ჩემი ძმისთვის გავხდე მისაბაძი, მინდა ის რომ არა მარტო მათი ძმა ვიყო, არამედ ისიც მინდა რომ ჩემი თია მაყონ სხვებთან. სანდრო კურცხალიძე Birds flying high, you know how I feel. Sun in the sky, you know how I feel. Breeze drifting on by, you know how I feel. It's a new dawn. It's a new day, it's a new life for me, and I'm feeling good. I'm feeling good. Dragonfly out in the sun, you know what I mean, don't you know? Butterfly so having fun, you know what I mean. Sleep in peace when day's done, that's what I mean. And this whole world is a new world, and the whole world for me. Now for me, yeah. For me, stars when they shine, you know how I feel. And scent all the pine, you know how I feel. No freedom is mine, and I know how I feel. It's a new dawn, it's a new day, it's a new life. It's a new dawn, it's a new day, it's a new life. It's a new dawn, it's a new day, it's a new life, it's a new life for me. And I'm feeling good. I'm feeling good. Oh, feeling good. სანდრო კურცხალიძე სანდრო ვაუ ნახე ყველა ჟიურის წევრი ტარს გიკრავს
გიორგის თხოვ შეაფასოს სანდრო, როგორ მოგეწონა სანდრო? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ასეთ მნიშვნელოვან კონცერტს, როგორიც არის X Factor-ის პირველი ლაივი, ყოველთვის ახსნევინებენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ხოლმე და შემდეგ საუკეთესოებს ახურინებენ კიდევაც, ამას ვნახავთ კიდევ ბოლოში. რაც იმას ნიშნავს, რომ სანდრო ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონკურსანტია X Factor-ის, რაც რთულია წელს, უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ყველა ძალიან ძლიერია და ამას დღეს კიდევ ერთხელ ნახავს მაყურებელი, მაგრამ სანდრო მოახერხა დღეს კიდევ ერთხელ, თუნდაც ჩემი გაკვირვება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი ნიუანსი დავინახე მე მის ხმაში, რომელიც ისედაც ძალიან უცნაური და ორიგინალურია, მან შეძლო განსაკუთრებით შესავალ ნაწილში, აი რაღაც სხვადასხვა კიდევ ხასიათების, სხვადასხვა ელფერის შეტანა და რაც მთავარია, არტისტიზმი, რომელიც წინა გამოსვლებზე შენ არ გქონდა. ის თამაშობდა თან, როლში იყო და მე ეს ძალიან მომეწოდა. მე დავინახე სანდროში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, ვიდრე მე ჩვენ მქონდა, რომ მასში იყო. ბრავო. ლელა, შენ როგორ მოგეწონა სანდროს ნამღერი? მოგეწონა? მოგესალმებით. სანდრო არის ის შემსრულებელი, რომელსაც საოცარი ხიბლი აქვს და დღესასწაულის განწყობა შემოაქვს ამ ადამიანს სცენაზე. მე გილოცავ ესეთ წარმატებულ გამოსვლას და ასევე მინდა ყველა კონკურსანტს დღეს უსურვო, განსაკუთრებული დღეა, პირველი ლაივია და ფიქრობ, რომ ისინი საკმაოდ კარგად გაართმევენ თავს. ძალიან დიდი მადლობა, დიდი სიამოვნება მივიღე, გილოცავ. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ლელა და ამარჩეულებრივი შეფასების შემდეგ დროა რომ მენტორს მოусმინოთ სოფო გისმენთ. ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო დღე არის დღეს, როდესაც ნამდვილად იწყება მთავარი ეტაპი, ბრძოლა გამარჯვებისთვის. ამიტომ პირველი ლაივი ყოველთვის არის სხვადასხვანაირი ემოციებით სავსე. და მე მეშინო და არა იმიტომ რომ სანდრო ვერ შეძლებდა, არა, იმიტომ უფრო მეშინოდა რომ განსხვავებული სტილით, სრულიად ახალი გამოდიოდა სცენაზე და თან ამხელა ლაივ კონცერტს ხსნიდა. მან ეს დავალება საოცრად კარგად შეასრულა. ბევრი აი გიორგის ვეთანხმები, ბევრი ისეთი ნიუანსი და დეტალი აჩვენა, რაც აქამდე მასში არ გვინახავს და მე მგონი ყველაფერი კიდევ წინ არის, იმიტომ რომ სანდროს ისეთი ხიბლი აქვს, რომ მაყურებელს აუცილებლად მონუსხავს თავისი ასეთი არაჩვეულებრივი შესრულება.